მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? მე აქედან ხელს გიქნევთ, გიღიმით. ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, უმიზეზოთ აბსოლუტურად. დავიწყებული მაქვს ყველანაირი პრობლემა, ყველანაირი სევდა, ყველანაირი ტვირთი, აბსოლუტურად ყველაფერი. და ვფიქრობ, რომ გაზაფხულის ბრალია. და ვშიშობ რომ არა სულაც არ ვშიშობ, პირიქით მიხარია რომ ეს განწყობა ძალიან დიდხანს გამყვება. თქვენც გირჩევთ ცოტა ხანს მოიტოვოთ ყველაფერი ზურგს უკან, არ იფიქროთ ბევრი ენერგია არ დაუთმოთ. ნეგატივზე ფიქრს სულ ვამბობ და აქაც გავიმეორებ უამრავჯერ რომ ენერგია არამატერიალურ სამყაროში არის ყველაზე ძვირადღირებული ვალუტა, ყველაზე დიდი ვალუტა და ამიტომ ამას გაუფრთხილდით და უმიზნოდ და არა ასე ვთქვათ დანიშნულებისამებრ გახარჯავთ და გაფლანგავთ. ხო, გისურვებთ სიხარულის, სიყვარულის და ბედნიერების კასკადებს და არ ვიცი, ქარიშხლებს და მოდით დღეს გავაკეთოთ ესეთი გაშლა. არ იქნება ვარიანტები, იქნება ნახეთ როგორ. თქვენ ვინც მესამე პირები ხართ ან იყავით ურთიერთობაში, მეუღლეები, ანუ ოფიციალური ან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ხო, ვინც თქვენს მეუღლ ცოლს ან ქმარს უყურებთ და მესამე ან სულად შეიძლება დიდი ხანია ერთად ხართ, ხო, წლებია ერთად ხართ, დაკანონებული არ არის, მაგრამ მაინც გეშინიათ რომ რაღაცა ხო არ ხდება. და ადამიანები რომლებიც მარტო ხართ. მესამე პირები, ოფიციალური პირები და მარტომყოფები. დავიწყეთ აბა რას გვეტყვის ტარო. აბა ვნახოთ რას გვეტყვის ტარო. და მოდით ასე გავაკეთოთ, უფრო ინფორმაციული რომ იყოს. თქვენ მამაკაცი ან ქალბატონი, ვისთანაც თქვენ ურთიერთობაში იმყოფებით ან იმყოფებოდით და ვინ არის, ხო, ეს სიგნიფიკაცია რომ გავაკეთოთ უცებ და მესამე პირი, მამაკაცი ან ქალბატონი, ვინც იცით რომ უეჭველი ნამდვილად ყავს, ხო, ამ ადამიანს. ისე სხვა შემთხვევაში მესამე პირები ვერ იქნებოდით. თქვენ ხო, შვიდიანი კვერთხებით. შვიდიანი კვერთხებით რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო? არის ბარიერები რა თქმა უნდა. ზოგადად როგორი ტიპაჟი ხართ, იცით? თქვენ თვითონაც არ ხართ ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელური და ვაიმე და აი ეხა მე დავდგები და ყველას ვესაუბრები და ყველაფერს მოვუყვები და ანუ ძალიან ისეთი მარტივად წასაკითხი წიგნი ვიქნები, ეგეთი ტიპები არ ხართ. უფრო მეტიც შესაძლოა რაღაცა თვით ბარიერებს და თვით ცენზურებსაც იქმნიდეთ ხოლმე. ну გადაღლილობის მომენტები რომ არის ეს ცალსახაა და ფაქტია, მაგრამ ყოველთვის პოულობთ გზას, როგორ უნდა ასე ვთქვათ გააგრძელოთ ესა თუ ის ბილიკი და როგორ უნდა გადალახოთ გზად და შემხედრი ჭაობი იქნება ეს, ვთქვათ, არ ვიცი, яма თუ რაღაც დანარჩენი, ხო? საინტერესო ტიპაჟები ხართ, ვერ ვიტყვი რომ უინტერესო ტიპაჟები ხართ, მაგრამ ну მაინც რაღაცა ეს იცით როგორი ენერგიებია, აი უფრო რაღაცეების გართულებისკენ მიდრეკილი ადამიანები. ვნახოთ ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, ხმლების დედოფალი. არ გამოვრიცხავ მეგობრებო რომ ეს ადამიანი გაშორებულიც იყოს. კარგად დაფიქრდით, შეიძლება ესეთი ძალიან ბევრს და გადათამაშდეს, რომ ან ოჯახში იყოს, მაგრამ ვაიმყოფნას, ხო, გაშორება ჯობია ეგეთ ყოფნას. ადამიანი შესაძლოა რაღაცა რისკის შემცველ პროფესიებში იყოს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი გახდეთ, IT სფეროს წარმომადგენელი გახდეთ, არ მინდა ხოლმე ეს ახლა აქცენტირება გავაკეთო, იმიტომ რომ უბრალოდ ვაჟღერებ ამ ინფორმაციას, ვიღაცაზე შესაძლოა გადათამაშდეს. ვინ არის ადამიანი? ადამიანი ნახეთ ნებისმიერ ფასად რომ იბრძოლებს და თავისას მიაღწევს. ნებისმიერ ფასად რომ დაიცავს იმას, რაც თვითონ უნდა რომ დაიცვას. მაღალი არკანით ამოვიდა სხვათა შორის ის პიროვნება, თქვენი კონკურენტი, მამაკაცი ქალბატონი არ აქვს ამას მნიშვნელობა, საკმაოდ ძლიერი
ამოპირდაპირე მხარე გყავთ. ძალიან ჭკვიანიც, ძალიან გამოცდილიც და აი როგორი ადამიანი იცით, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბრძოლა წესების გარეშე ნებისმიერ ფასად მან თავისი სიტუაცია უნდა მიიღოს. არ იქნება ამ ადამიანთან ნამდვილად კონკურენცია მარტივი. კარგით. მოდით ახლა ორ-ორი არკანით ვნახოთ. რა ხდება თქვენს და თქვენს პარტნიორს შორის და რა ხდება თქვენს პარტნიორსა და მის პარტნიორს შორის და რა დავალაგე? რა დავალაგე? სხვათა შორის მინდა ერთი რაღაც გითხრათ, მესამე პირებო, რომ სამკუთხედები ჯერ კიდე კლასიკაშია უამრავი, ხო? კლასიკურ ლიტერატურაში სულ რო შორს არ წავიდეთ, ჩვენი აბესალომ და ეთერი ეყოფა ამ ყველაფერს თავისი მურმანის ეკლით და შესავალი როგორ იწყება თუ გახსოვთ, შვილი რომ არ ყავთ ეთერის მშობლებს და მკითხავთან რომ გაუშვებს და მკითხავი რომ ურჩევს ვაშლებს და რა როგორ უნდა შეჭამოს და მე რომ გაჩნდება ეთერი. ანუ რისი თქმა მინდა. ეზოთერიკას უბრალოდ, ეხა ეზოთერიკოსები ქვიათ, თავის დროზე ეგ სიტყვა სულ არ იცოდნენ და იყვნენ მისნები, იყვნენ რა მკითხავები, იყვნენ, რა ვიცი, ექიმბაშები. ექიმბაშს კიდე სხვა დატვირთვა აქვს, ხო და რისი თქმა მინდა, ანუ რეალურად ეს ყველაფერი მუშაობდა, რეალურად ეს ყველაფერი თავის ადგილს იკავებდა, ასე ვთქვათ, გარკვეული პერიოდი ცხოვრებისეულ მომენტებში ეს ხო ჰაერიდან არ მოდის ნებისმიერი რაღაცა, რაც დაწერილა არის, ასე ვთქვათ, დაკავშირებული რაღაც სინამდვილეებთან, ხო? შესაბამისად ეს სამკუთხედები მარტო დღევანდელობას არ ახასიათებს, რომ ვამბობთ ხოლმე, რომ გახშირდა, მაგრამ ნუ ეს ბრძოლა, ეს კონკურენცია ყოველთვის იყო. კარგით. ნახოთ ახლა, აბა ორი არკანი ერთად ამომყვა და კი ბატონო იყოს. თქვენთან და თქვენს პარტნიორს შორის რა ხდება და რა ხდება მეორე მხარეს, ანუ კონკურენტის მხარეს. ნახოთ აბა. ხო, თქვენს და თქვენს პარტნიორს შორის დღესდღეობით გაფრჭებულია ურთიერთობები, თავდაცვით რეჟიმში ხართ გადასული ორივე რაღაც ილუზიებში ხართ, საკუთარ სცენარებში ხართ, საკუთარი თავის გამართლებაში ხართ, არ ვიცი შესწვლა ბუზისგან სპილოს ქმნიდეთ, რაღაცა ისეთ თემებზე გიწევდეთ ბრაზი და წყენა, რომელიც რეალურად, რა ვიცი, ახლა ზრდასრულ ხალხს არ უნდა შეფეროდეს. მაგრამ არა, ძალიან ილუზორული დამოკიდებულებაა რა. აი, რასაც ფიქრობთ, ისიც კი შეიძლება რომ რეალობას მოწყვეტილი იყოს. აი, ხან შეიძლება იფიქროთ, რომ საერთოდ იყო კი რამე, აი ესეთი მომენტი. აბა აქეთ რა ხდება ვნახოთ, ხო, აქეთაც გაფრჭებული აქვს ამ საწყალს ყველაფერი. როგორ მეცოდება, მოკლედ აქეთ გორასაც იხსავკრავო, ხო, იქით გორასაც რას უზავო, ვერც ერთიქთან და ვერც მეორე მამან. აქ და აქაც თიც იქნევს, რომ ყველა ჩემთან არის დამნაშავე და მთელი სამყარო ავალში ჩემთან და როგორ არ დამიფასეს და როგორ, მოკლედ, მთელი უბადურობის ასე ვთქვათ მდინარეები მოდის მის გონებაში, გაფრჭებული მომენტები, მაგრამ სავარაუდოდ ხო. არ აქვს არც ერთ ფრონტზე იმ თქვენს შუა ადამიანს დალაგებული, არც თქვენთან და არც იქითკენ. აბა მანახე, მაშინ ახლა მოდი, რა ხდება გავიგეთ. გრძნობა მანახე, აბა. გრძნობაში როგორ არის, ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. გრძნობაში როგორ არის, ან ერთ მხარეს და ან მეორე მხარეს, ორი აქეთ. რა საინტერესოა, ავჩეხე არკანები და გრძნობაშიც იგივე ამომივიდა, ზუსტად იგივე არკანები დაჯდა. ხო, ერთი წამით უნდა დავამატო ეს ორი არკანი. ხო, არა. გრძნობა აქ ცალსახად არის.
და შეიძლება ის ჩიხები და ის პრობლემებიც აი ილუზორულია და ზუსტად ამიტომ დღეს ცოტა ცივ ენერგიებში ხართ გადასული ერთმანეთთან. მე მართალი ვარ, არა შენ ხარ მართალი და მოკლედ აი ეს ამბავი, თორემ გრძნობა აქ რეალურად აქვს თქვენი მისამართით და სურვილიც აქვს, რომ ეს გრძნობა ისე სწორად მართოს, რომ ანუ ყველაფერი დაალაგოს, ასე ვთქვათ. სათქვენოთაც სამისოთაც ორივე ენერგიის მართვის პრეტენზია აქვს და სხვა შორის ამ დასტაში ეს გამოსდის კიდეც აბალანსებს მეეტლე. იმასთან გრძნობა რა გითხრათ მეგობრებო, აბა სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც აქვს იმისი დაკარგვა არ უნდა, კი ბატონო, მაგრამ გრძნობაში აბსოლუტური სტაგნაცია რომ აღარ გაინტერესებს. რომ თვლი რომ მაინც აქ აღარაფერი გამოვა, ვერ დაინახეს, ვერ დამაფასეს, მოკლედ აი ესეთი მომენტი. კარგით, ეხლა ვნახოთ, მოდით, ინტიმური სფერო რა ხდება და რა ამბავია. თუ ერთ მხარეს და თუ მეორე მხარეს, აბა მანახე. აბა მანახე. ხო, თქვენთან ფარული ქალი ხართ ყველა შემთხვევაში, თუ ფარული მამაკაცი არ აქვს ამას მნიშვნელობა, საშინელი მიჯაჭულობა აქვს, საშინელი ლტოლვა აქვს. ნუ აი არ ვიცი, ალბათ ეგეთი თქვენთან რო ჭირს, არასდროს არავისთან არ დამართია. აჰა. აი რომ იტყვიან, ხან შეიძლება ის კი იფიქროს, რომ ამე ხომ არ გამიკეთაო, ეს მომენტი შეიძლება გქონდეს რომ იცოდეთ მეგობრებო. რატო? არა, ნუ ეს ასწავლი ჰარმონია, ამ დასტაში ეს ჰარმონიის არკანია, ვიდრე უფრო ზომიერების შესაბამისად მეგობრებო, არა, აქ თქვენთან ძალიან ამბები აქვს. ძალიან ამბები აქვს. იქით რა ხდება? იქით ნუ აი მთვარე რა უნდა იყოს ახლა სამწუხარო განდეგილშია. იქ არაფერი არ ხდება ინტიმში, აბსოლუტურად არაფერი. აი აბსოლუტურად არაფერი. არაფერი. ერთადერთი რა მომენტი შეიძლება იყოს, იცით, რომ აი რომ იყოს იქაც აღიარებული, ნახეთ როგორი მომენტია, რომ იქაც არ დაკარგოს, ასე ვთქვათ, პოზიცია, ნუ რაღაცა აქა-იქა შეიძლება იყოს, მაგრამ ნახეთ იქით ამ მხრიდან რომ წამოვიდეს, ეს თავდაცვაზეა გადასული, რაღაცეებს იმიზეზებს, რაღაცეებს მოკლედ ოღონდაც არავინ არ მიეკაროს. აგერ თქვენს თვალწინ არის ეს არკანები. კაი. აბა მოდი უახლოესი ენერგიები მანახე. უახლოესი ენერგიები მანახე. იქეთ თქვენს მხარეს რა იქნება და იქეთ მხარეს რა იქნება. ხო, თქვენს მხარეს 10-იანი თასები. აქ გრძნობა არ ნელდება პირიქით. მე რომ მკითხოთ იმატებს და უფრო მძაფრდება. აქეთ მხარეს რა ხდება? ნუ აქეთ მხარეს სამყაროა, აქეთ მხარეს გასაგებია რომ ოჯახია, ხო? გასაგებია რომ ასე ვთქვათ, ზემოთ აქვს რაღაცა ზემოდან არის ეს გადაწყვეტილება თავის დროზე მიღებული და დავამატოთ აბა არკანები თქვენს მხარეს, ნუ აი თქვენს მხარეს რაღაცა სასწაული აი ბავშვი მოენატრება და რაღაცა ძალიან კარგად რომ თამაშობს ვიღაცასთან, ხო აი განსაკუთრებული მეგობარი იყოს, განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც აი სულ აოცებს და სულ ახალისებს და ნებისმიერ სიტუაციაში რომ შეუძლია რომ მდგომარეობიდან გამოიყვანოს, აი ესეთი ემოციები აქვს თქვენთან. იქით აი მეგობრებო, გრძნობაში რა გითხრათ იქით? რვიანი ხმლები, აბსოლუტურად არაფერი, ხო გეუბნებით, გაციებული, გაყინული სიტუაცია. ძალიან ცუდი, ეგეთი ოჯახები რა ვიცი ახლა, მაგრამ ალბათ ყოველს მიზეზი აქვს, რის გამოც რაღაცები უნდათ რომ გადაარჩინონ ხოლმე. მადლობა პირველ ვარიანტს, დაგემშვიდობებით დროებით და მეორე აბა ვნახოთ ოფიციალური ან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ადამიანები. აბა ახლა ისე არავინ არ უყურებს, ხო? აქაც ავარაუდოთ დიდი ალბათობით სამკუთხედია. აქაც მურმანის, აბესალომის და ეთერის თემა, იქ პირველ ვარიანტში გავაჟღერე მე და ვამბობ, რომ ეს კლასიკაშკიდან მოდის ოდითგან ეს სამკუთხედები, ხო? ოდითგან მოდის მკითხავის ინსტიტუტით, ზუსტად იგივე აბესალომ და ეთერში მკითხავი აძლევს ვაშლებს ეთერის დედას და მის მერე ჩნდება ეთერი და ნუ კიდევ ერთხელ მეორე, უბრალოდ სახელებმა იცვალა ფერი და ფორმა, თორე ეს ყველაფერი ოდითგანაც არსებობდა, ეხლაც არსებობს და
მანამდე იარსებებს, სანამ იქნება სამყარო ზოგადად. ამიტომ თქვენი მეუღლე და მესამე მხარე, სადაც ეჭვი გაქვთ, რომ რაღაც არის, ხო? ხო, თქვენ ძალიან აქტიური ადამიანი ხართ, სხვათა შორის, აი როგორი ადამიანი ხართ კიდე იცით, აღიარების მომენტი ძალიან ხიბლავთ. გინდათ რომ ყოველთვის ყველამ თქვენი უპირატესობები დაინახოს, თქვენი ნიჭი აღიარონ, თქვენი ჩაცმა, აი მუდმივად ქათინაურების მოლოდინში რომ არის ადამიანი რაღაცა გიყვართ ესეთი კომპლიმენტები, ძალიან ცეცხლოვანი ხართ, ძალიან წარმატებული, მიზანდასახული, განათლებული სხვათა შორის და ყოველთვის აი მოწესრიგებული რომ არის ადამიანი და ძალიან ისეთი აი ესეთი რა პერფექციონისტი ხართ ცოტა კი არა კარგად ყველაფერში. საინტერესო ადამიანი ხართ. აბა თქვენი შუამყოფი ვინ არის? მაღალი არკანით ამოვიდა სამართლიანობის არკანით. ადამიანი ძალიან მე მიკვირს ზოგადად, მაგრამ სხვა შორის წესიერი და პატიოსანი ხალხი უფრო ვარდება ხოლმე სამკუთხედში და უფრო მეტად გარყმანის სამკუთხედში კიდევ მე ამაზე ადრე ვიდეოებში ნასაუბრალი მაქვს. ნუ ხო, საოცარია, ცოტა უცნაური, მაგრამ ეგრე ხდება. რომ ესეთი ადამიანები უფრო ჩავარდებიან ხოლმე მსგავს სიტუაციაში. შეიძლება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელიც იყოს, მაგრამ ამავდროულად ძალიან სიბნარგლის მოყვარე, მებრძოლი, აი ესეთი ადამიანი რა, აი ბუნებით არსენ ამარაბდელის ტიპაჟი. საინტერესო ადამიანია. აი მესამე მხარის რა გითხრათ? მესამე მხარე საერთოდ არის, რომ შეიძლება არც იყოს მეგობრებო, აქ ისეთი არკანი ამოვიდა, რომ არ გამოვრიცხავ, რომ არ იყოს საერთოდ. მესამე მხარე, მაგრამ თუ მაინც არის და იცით რომ ვიღაც არის და იმას უყურებთ, დეპრესიონერა, ძალიან ისეთი ადამიანი, აი დარდებისკენ, სევდებისკენ მიდრეკილი, დაუცველობისკენ მიდრეკილი, ადამიანი, რომელიც სულ აი სრემლებია მისი იარაღია რაღაცა ეს შეცოდების მომენტი რაღაცა აი ეგეთი ტიპაჟი რა. ცოტა კონფლიქტური და ცოტა ისეთი ენერგიების მატარებელი შესაძლოა იყოს. კარგით. აბა ახლა ვნახოთ რა ხდება თქვენ შორის და რა ხდება თუ არსებობს და რამე ხდება მესამე მხარეს შორის, ხო? აბა ვნახოთ თქვენ შორის რა ამბავია და რა ხდება იქეთ ორი არკანი ერთად ამოვიდა კი ბატონო. თქვენ შორის რა ხდება მეგობრებო? თქვენ შორის აღებმიცემობის მომენტია, აღებმიცემობას ვეძახი მე ყოველდღიურ რუტინას, პური დამჭირდა, ფეხსაცმელი დამჭირდა, ბავშვის გადასახადი დამჭირდა, მშვენიერი ნორმალური სიტუაცია, სხვა შორის ტრანსფორმაციაც მიდის და შეიძლება რაღაცები ლაგდებოდეს კიდეც თქვენს სიტუაციაში, იმიტომ რომ ეს არკანი ისეთია, რომ მე აქ უფრო პოზიტივს მაჩვენებს, მაგრამ ვნახოთ მაინც კიდე აბა ერთი არკანით. ეს ტრანსფორმაცია ვინც მიყურებს მის სასარგებლოდ ხდება თუ რას საინტერესოა სამსჯავროს არკანი ყველაფერს მის პასუხი გაეცემა სამსჯავროს არკანი სხვათა შორის ძალიან კარგი არკანია მე მიყვარს იმიტომ რომ ყოველთვის არის ახალი შანსის და უკეთესის მაჩვენებელი და აბატონო კი თქვენთან უკეთესობისკენ იცვლება არ ვიცი შეიძლება ორსულათაც იყოთ ვიღაცა შვილიშვილზე თემა იყოს ბავშვის თემა შეიძლება ფიგურირებდეს მაგრამ ყველა შემთხვევაში პირიქით ანუ გაუმჯობესების ენერგიებია თქვენს შორის იქით რა ხდება ხო იქიდან წამოსულია იმპერატორის ტრონი არ აქვს დათმობილი და მესამე პირის საერთოდ თუ არსებობს აი აქაც კიდევ შემიძლია გითხრათ რომ დიდი კითხვის ნიშანი მაქვს რაღაც პროცენტზე იქნება რომ აქ საერთოდ მესამე პირი არც არსებობს და ეს ადამიანი თქვენთან არის და თქვენი იმპერატორია მაგრამ თუ მაინც არსებობს მესამე მხარე ხო საჯაროა გაშლა და უნდა ვთქვა იქიდან წამოსულია იქ დღეს ახლა და ამ ეტაპზე ურთიერთობა დაალაგებული არ აქვს ჩემო კარგო ადამიანებო მოდით აბა ახლა გრძნობა ვიკითხოთ თქვენთან დაკავშირებით და იქ მეორე მხარესთან დაკავშირებით. აბა ვნახოთ ავჩეხო ერთი კარგად არკანები.
აბა მანახე გრძნობა თქვენთან დაკავშირებით. აქვს გრძნობა ცალსახად აქვს მეგობრებო, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ვიღაცას ბავშვობიდანაც მოგყვებათ ეს ურთიერთობა, არ გამოვრიცხავ და არ გამოვრიცხავ, რომ აი ხომ გეუბნებით რაღაცა ძალიან ისეთი ბავშვური წრფელი დამოკიდებულებაც გქონდეს. კიდე გრძნობა მაჩვენე იეროფანტი, ოჯახის არკანი, არა. აქ პატივისცემაც არის კიდე მანახეაბა. არა, აქ არის გრძნობა მეგობრებო. აქ არის გრძნობა, არის ოღონდ აი ოჯახური მომენტია, აი სიმტკიცის, პატივისცემის, აი ბავშვებიც რომ არის, ზოგადი გარემო რომ არის, უფროსების, სხვა შორის ტრადიციული, ისეთი კონსერვატიული ოჯახი გექნებათ, ვინც მიყურებთ აქ. და კიდევ ვიკითხოთ? თუ აღარ არის საჭირო, რა ვიცი, ისეთი არკანები ამოვიდა, რომ გრძნობასთან დაკავშირებით კიდე თუა საჭირო კითხვა, ცოტა ეჭვმეპარება. ეხლა ვნახოთ იქით მხარეს რა ხდება გრძნობებში. მაგრამ მაინც არა, რა კიღა, შინაგანად რაღაცა მაქვს სურვილი, რომ ვნახოთ კიდე ერთი არკანი თქვენთან დაკავშირებით გრძნობა. არა, კი, აქ სხვათა შორის მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ტოლვაც შენარჩუნებულია და ინტიმური ურთიერთობებს მე კი ვნახავ, მაგრამ აქ ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ინტიმური ურთიერთობები გაქვთ. იქეთ მხარეს რა ხდება ეს მანახეაბა. იქეთ მხარეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი რაღაცა ეჭვმეპარება, რომ საერთოდ ვინმე იყოს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ მეგობრებო, თუ ვინმე იყო ხაი კოშკის არკანი ხო არა აქ რაღაცა საერთოდ მგონია რომ არავინ არ არის ახლა ამ ეტაპზე, მაგრამ თუ მაინც იყო რაღაცა გრძნობა არა უფრო შეიძლება თქვენს პარტნიორსაც ქონდა რაიმე ინტერესი, ვიღაცა რაღაცაში ეხმარებოდა, რაღაცა მატერიალური თანადგობის მომენტიც იყო, ну რა ვქნათ, საწყენია, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. მაგრამ იქ დანგრეულია ყველაფერი, გაფჭებულია ყველაფერი, იქ არაფერი აღარ არის. არა, აქ არ არის. და საერთოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ლაიტმოტივად მოსდევს ეს, რომ საერთოდ არის თუ არა მესამე პირი. კაი, მოდიობა ინტიმური ცხოვრება. კი გვაჩვენა, რომ აქ ლტოლვა და ის შენარჩუნებულია, მაგრამ მაინც ცალკეც ვიკითხოთ, ხო? თქვენთან დაკავშირებით, აბა რა ხდება ინტიმი? რა გადამიფრინდა ერთი წამით, რომ არ გადამიფრინდეს როგორ შეიძლება? იმპერატორის არკანი, იმპერატორი ყოველთვის რომ იცოდეთ თავის იმას რა ქვია, მოვალეობას ყოველთვის ასრულებს, რის იმპერატორია. მანახეაბა კიდე, ოხო, იმპერატრიცა, საინტერესოა, წყვილში ნამდვილად ამოხვედით. მაჩვენებია ინტიმური ურთიერთობა თუ არის. ოჯახის არკანი. რა საინტერესოა. ოჯახის არკანი, ცხრიანი თასები და ბედის ბორბალი. არა მეგობრებო, თქვენს შორის არც ემოციების ნაკლებობა უნდა იყოს და წესით წეღანდელი კვერთხების დედოფლის მიხედვით თუ ვიტყვი, ლტოლვაც და ურთიერთობა, ინტიმური ურთიერთობა გაქვთ, ეს ორჯერ ორია. აქ ცოლ-ქმარი ხართ და აქ ცოლ-ქმრული მოვალეობები არის ხუთიანზე. მაგრამ ლტოლვაც არის, მე ვიტოვებ ამის უფლებას, კი ბატონო. ამ დასტაში მინდა გითხრათ, რომ შეყვარებულების არკანია და არ არის სარჩევანის არკანი. ამ დასტაში ასეა. კაი, იქეთ მხარეს რა ხდება, აბა იქით. აი, იქით მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთოდ მესამე პირი შეიძლება არც იყოს. არც იყოს, აი დაპაუზა, გაფუჭებული ურთიერთობა რაღაცა არა, ისევე სარკანი ამოვიდა. იქიდან წამოსულია. თუ იყო რამე იქიდან წამოსული, იქ არაფერი აღარ ხდება. დღეს საერთოდ აღარაფერი აღარ აქვს იქ. და ისევ პენტაკლები ამოდის. არ ვიცი რა ურთიერთობა იყო, თუ საერთოდ იყო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. საჯაროა გაშლა. კაი, უახლოეს პერიოდი მანახეაბა, ახლა ვინც მიყურებს მასთან ჰარმონია. მეორე მაღალი არკანი ამოდის მეგობრებო, ოჯახის არკანი, ჩვეულებრივ არაფერი აქ კი, აქ ყველაფერი კარგად იქნება, სტაბილურად იქნება, აქ საშიში და სანერვო არაფერი გაქვთ. მეორე მხარეს რა ხდება, აბა მეორე მხარეს, ვაიმე რა გადმოვარდა. 10-იანი პენტაკლები, ნახეთ, ისევ პენტაკლების ამბავი ამოდის რა.
პაჟი, პენტაკლების, იქ გრძნობაზე საერთოდ არ ელაპარაკი. რამე შეიძლება ახალდაწყებული ან სამსახური იყო ან ურთიერთობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ცოტა ეჭვმეპარება რა, რომ რამე საერთოდ ვინმე იყოს ისეთი არკანები ამოდის, რომ არა და პენტაკლების მეფე, ნუ აი რა ვიცი ხა რა პენტაკლების დედოფალი, არა, იქითაც თქვენ გაჩვენებთ მე მგონი, არა, მეგობრებო, არა. აქ დიდი ალბათობით განდეგილი იქით ამ ხარეს რო ვკითხო, არაფერი, მე დიდი ყოველ შემთხვევაში ახლა ამ ეტაპზე ამ თქვენს პარტნიორს არავინ არ ყავს. ეს ზუსტად შემიძლია გითხრათ. და მესამე და საყვარელი ბერი, ვნახოთ მარტო მყოფებს რას პირდება. მარტო ვინც ხართ ჩემო კარგებო და ლამაზებო, რა ხდება თქვენს თავს? მოდი უბრალოდ ვნახოთ ჯერ ვინ ხართ. ვიღაცამ ძალიან გატკინათ გული, ენერგიებს მიყვებით? ჩემი კოლეგა ხართ? პრაქტიკოსი ხართ? თუ ძალიან ინტუიციური ადამიანი ან ენერგიებს თუ მიყვებით, ფარული ხალი ხომ არ იყავით ვინმესთან? ძალიან შემდგარი, თვითკმარი და წარმატებული ქალბატონი ხართ მატერიალურ ნაწილში, პროფესიულ ნაწილში, კარიერულ ნაწილში, მაგრამ ემოციებში ცოტა გვიჭირს. ნახოთ ახლა აბა რა ხდება თქვენს თავს ახლა და ამ ეტაპზე რა ამბავია? მაჩვენია აბა, ხო, ამ ეტაპზე რაღაც ახალის დაწყებას ფიქრობთ, მიჯნაზე, ზღვარზე ხართ, ძველი ყველაფერი გინდათ რომ უკან მოიტოვოთ. არაფერი აღარ გაინტერესებს რაც იყო ძველად. გადაწყვიტეთ რომ რაინდის ენერგიებიდან მეფის ენერგიებში გადახვიდეთ და გაიზარდოთ და ერთი ნაბიჯით წინ წაიწიოთ, ჩათვალეთ რომ თქვენ უკვე არასერიოზული ურთიერთობები რაღაცა ისეთი დავიწყე, გავჩერდი თემები არა, თქვენთვის სტაბილური მომენტები უფრო და უფრო სერიოზული ურთიერთობებია საინტერესო. კი ბატონო და ორი მეფე. თქვენ გჭირდა, არ ვიცი, შესაძლოა ეხაც იყოს თქვენს ცხოვრებაში ორი ადამიანი, მეგობრებო, არ გამოვრიცხავ, მაგრამ თქვენ ძალიან ისე სტაბილურად მყარად იდგეთ თქვენს ადგილზე და ნახეთ რატო ვიღაცა აი როგორი მომენტი მოგყვებათ, იცით, რომ რაღაცა წარსულის გულის ტკენიდან გამომდინარე ახალ ნაბიჯს ვერ დგავთ და ფიქრობთ, რომ ეს უნდა გავიარო, ეს უნდა გამოვიდე აქედან, ყველაფერი ჩავხურო, ყველაფერი გავასუფთავო წარსულიდან, არაფერი და ნულიდან უნდა დავიწყო ახალ სიტუაციაში გადასვლა, სადაც, მაგრამ აი ნახეთ, ჯერ მოგყვებათ ის წარსულის იმას, ესე ვღაუჭებით, მაგრამ არა. ახალზე ფიქრობთ, ახალ ურთიერთობებზე ფიქრობთ, ახალ საქმეზე ფიქრობთ და ძალას ეძებთ საკუთარ თავშიც და სხვა შორის გარემოშიც და სხვა ადამიანებშიც. კაი, აბა ახლა მაჩვენე უახლოეს პერიოდი რა ამბები იქნება ჩემი მაყურებლის ცხოვრებაში, რა ენერგიები იქნება, რა მოხდება, რა მოდის, ანუ ვინ მოდის, ხო, მოიცათ აბა რატომ, აჰა. ნახეთ მეგობრებო, აქ შესაძლოა ამ დასტაში მაგი პირდაპირ არის რიტუალების აღმავლენელი, ასე ვთქვათ, ოსტატი. არ ვიცი, შესაძლოა ვინმესთან თქვენ გააქვთ კომუნიკაციაც, ბედის გახსნაზე, არ ვიცი, გაწმენდაზე, არ ვიცი, რაღაცა წარმატებაზე, რომელიც ნამდვილად შედეგს გამოიღებს, ან გექნებათ, რომელიც შედეგს გამოიღებს, თქვენს სურვილებს, ემოციურ სურვილებს აასრულებს. კი ბატონო. და ძალიან დიდი ტრანსფორმაციის შემდეგ დაიმსახურებთ თასების მეფეს ცხოვრებაში და კიდე რას სტაბილურობას. აბსოლუტურად აი ისევ ის ორი მამაკაცი რაც წეღან. სავარაუდოდ აქ წარსულსა და მომავალს შორის გექნებათ არჩევანი გასაკეთებელი და რომ გააკეთებთ რა იქნება შეყვარებლების არკანი. აბსოლუტურად კარგი ენერგიები. აქ არც უნდა დაფიქრდეთ, ერთი წამით არ უნდა დაფიქრდეთ რა და როგორ. და აგერ თასების დედოფალიც მეგობრებო. ძალიან კაი ენერგიები გიჩანთ უახლოეს პერიოდში, მე ძალიან მიხარია. თქვენზე მეტად მე მიხარია ხოლმე აქ რომ კარგ არკანებს ვხედავ და კარგ ენერგიებს. კარგით. მადლობა მოკლედ ყურადღებისთვის. მადლობა ჩვენს
გმირებსაც. დაგემშვიდობებით დროებით წარმატებები კიდევ ერთხელ. და მომწერეთ, რა ვიცი, რა საკითხი გაინტერესებთ და ვეცდები ჩავწერა.